პატარა ორი წინადადებით გავიხსენოთ იმისთვის რომ ახალ ნაწილზე გადავიდეთ. Თქვით რომ ესაი არის დიდი წინასწარმეტყველი. 4 დიდი წინასწარმეტყველი იცის ძველმა აღთქმამ, აი ამ 4-ში შედის ეს პიროვნებაც. ისიც თქვით რომ ამ 4 დიდი წინასწარმეტყველის შორის მას განსაკუთრებული ადგილი უკავია, ხო, რადგან ძველი აღთქმის მახარებელი მხოლოდ მას ეწოდა და დანარჩენ სამს იერემია, ეზეკიელი, დანიელი ამ ტერმინებით საეკლესიო ისტორია არ იცნობს. ამიტომაც ესაია 4-შიც კი გამორჩეულია და პირველ ადგილზეა თუ შეიძლება ასე ითქვას პირობიდან. და ჩვენ დავიწყეთ მე-6 თავით, თუ გახსოვთ, ვინც ესწრებოდით. მე-6 თავით იმ მიზეზით, რომ საწინასწარმეტყველო დადგინება ესაიასი მე-6 თავშია გადმოცემული. და საწინასწარმეტყველო დადგინების შემდგომ გრძელდება უკვე მოღვაწეობა, ხო? ღვთისგან განსწავლული და გამორჩეული მოღვაწე გადის ერში და ელაპარაკება ისეთ საკითხებზე, რასთან დაკავშირებითაც ზეგარდამოცოდნა აქვს მიღებული და აი ეს ინფორმაცია როგორ მოხდა დადგინება მისი თუ ისტორია უფრო სწორი სიტყვა ეს იქნება მე-6 თავშია მოთხრობილი. და როგორ იწყებოდა ტექსტი, ხო? ორი მუხლი გავიარეთ, მეტი ვერ მოვასწარით. ოზიას გარდაცვალების წელს ვიხილე უფალი საყდარზე მჯდომი, ჩვენ თანამედროვე ქართულად ყვებით რომ უფრო გასაგები იყოს და სავსე იყო ტაძარი დიდებითა მისითა. ესაა პირველი მუხლი. და განმარტეთ ოზია ვინ არის, გარდაცვალება რატო ახსენა ესაა, მე ამას აღარ უბრუნდები, მაშინ კიდე ერთი ლექცია ძველი მასალის გახსენებისთვის დაგჭირდება და ამის შემდგომ უკვე წინასწარმეტყველი აღწერს როგორი ხილა უზენაესი ღმერთი. და ნახეთ, ვახსენე უკვე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საყდარზე მჯდომი ხილა წინასწარმეტყველმა უზენაესი. და ჩვენ თქვით ამის შესახებ, მაგრამ გავიხსენოთ საყდარი რას ნიშნავს? ანუ რაღაცა მატერიალური ტახტია, სკამია თუ რამე სხვა სულიერი შინაარსია ჩადებული ამ ტერმინში. განმარტება ასეთი გახლავთ, რომ ეს საყდარი არის უსხეულო ძალა. და ჩვენ თუ გავიხსენებთ ქრისტიანული ანგელოლოგია რას გვასწავლის, დიონისე არეოპაგელი დიდი მოძღვარი და შემდგომ უკვე ეს სწავლება ეკლესიაში დამკვიდრდა, თუნდაც იოანე დამასკელის გარდამოცემაში დიონისესეული სწავლებაა, როგორც დოგმატი, ისე გამეორებული და გადმოცემული. 900 არსებობს უსხეულო ძალებისა და ამ 900-ის ჩამონათვალი ასეთი რიგითობით და სერაფიმები, ქერუბიმები, საყდარი. აღარ მივდივარ იქით, ხო, თუ დაგვჭირდება მე დანარჩენი 6-ცა ვთქვა და აი საყდარი, აგერა გვაქვს ანგელოლოგიაში რიგით მესამე დასია, ზევიდან ქვევით როცა ჩამოვდივარ და აი ამ საყდართა დასზე დავანებული უზენაესი ღმერთი ხილა წინასწარმეტყველმა ესაია. ჩვენ ისიც ავთქვით და ესეც მნიშვნელოვანია და გავიმეორებ დრო თავის საშუალება მაინც ახლა ასე დეტალები შეიძლება არ გვახსოვდეს, ვინ არის ეს ღმერთი? იმიტომ რომ ღმერთი ერთი მხრივ სამპიროვანია, ხო, საფრთხო ბუნება, მამაძე და სულიწმინდა. მაგრამ მეორე მხრივ ცალკე აღებული პირები მამაძე, სულიწმინდა, მათზე ცალ-ცალკე ვსაუბრობთ, ხო? აი ამ თეოფანიის დროს ქართულად ღვთის გამოცხადება, ასე ითარგმნება ეს ტერმინი, კონკრეტულად ვის ხედავს ესაია? ვინ არის ის ღმერთი, რომელიც საყდარზეა დავანებული? ბუნებრივია საეკლესიო განმარტება გვჭირდება და აუღნიშნე და გავიმეოროთ, ეს არის ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი. ასე განმარტავენ ეკლესიის მამები. წყაროსაც დაგისახელებ, ერთი ავტორი შემოვიპარგლოთ, წმინდა ანასტასის სინელი, მისი სახელგანთქმული ნაშრომი წინამძღვარი. მაგრამ ღმერთი რომ უხილავია, როგორც ბუნებით, ასე ჰიპოსტასურად, როგორი ხილა? დიდმა წინასწარმეტყველმა უზენაესი და ისევ ანასტასის სინელი და მისი წინამძღვარი. მე ძველი ქართული ციტატაც გითხარით, ახლა მახსენდება, გზადაგზა როყვების ბოლო ჩვენი შეხვედრა, მან ხილა ადამიანის გარეგნობით. ანუ ესაია ძე ღმერთს ხედავს ადამიანის გარეგნობით, თუმცა ეს არის ძველი წელთაღრიცხვის მე-8 საუკუნე და მე-8 საუკუნეში ძე ღმერთი ჯერ არ განკაცებულა, ადამიანური ბუნება მას არ შეუერთებია და რისი მინიშნება ამ ფორმით გამოცხადება სასწაულებრივად ადამიანის გამოსახულების წარმოჩენა წინასწარმეტყველის წინაშე. აი ხა გამახსენდა, შეკითხვა დავსვი და მამამ დაგასწროთ ყველას და მაშინ თქვა ერთი წინადადება და ის წინადადება უნდა გავიმეორო. ეს არის წინასწარმეტყველება ძე ღმერთის განკაცების შესახებ. ანუ ამას იმეცნებს ესაია, რომელიც მაძიებელია, მაფიქრალია, ადამის მოდგმის გადარჩენა როგორ მოხდება, აი ამით გამოირჩევიან ეს ადამიანები. ვიღაცა რომ ღმერთმა წინასწარმეტყველად დაადგინა, აი ამასაც უნდა შევხედოთ სწორად, ეს არ არის შემთხვევითობა. აი როგორ გითხრათ, ჩვენ ადამიანები რომ შემთხვევით ვიღაცას გადავეყრებით, ესეთ ვითარება არ არის. ღმერთი ეძებს საგანგებოდ, ეძებს პირობითად, ხო? გულთამხილავია და იცის, მაგრამ გამოვიყენებ მაინც ამ სიტყვას, ღმერთი ეძებს ისეთ მოსაგრებს, ისეთ მოღვაწეებს, ვისაც ბევრი უფიქრია, ბევრი უმსჯელია, საკუთარ თავში, აი პიროვნება გამოუძერწია, ადამიანი გამოუძერწია, თუ შეიძლება სხვანაირად ითქვას და რითი ხდება ეს ამბავი? ხდება, როცა ადამიანი მარტო თავისთავად არ შემოიფარგლება, ხო? თავის პრობლემები, თავის ტკივილები, თავის სიმდიდრე ქონება, თუ რა დაკარგა, თუ რა შეიძინა, ცოტა გარეთაც გადეს, ცოტა არა, ბევრს გადის გარეთ, თუმცა ცოტათი იწყებს, ყველაფერი ერთ დღეში შეუძლებელია. და ასეთი ადამიანები, ახლა მე ესაიაზე ვსაუბრობ და ესაიას იქით გავიდეთ ყველა, ვინც კი ღმერთმა გამოიხმო და ურთიერთობაში შევიდა. ეს არის ხალხი, ვინც
ნელ-ნელა საკუთარი თავი დაიწყეს ოჯახის წევრები, იმის იქით ახლობლები, ნათესავები, მაგრამ აი კაცობრიობის ფიქრი და დარდი შემოდის უკვე გულში. როგორ მოხდება ადამიანის მოდგმის გამოხსნა და რატომ ისინი ამ ფიქრი და მსჯელობით ერთ რამეს იმეცნებენ, რომ ძველი აღთქმის ეპოქა ეს არის სულიერი წვდიადი და ყოველი ადამიანი გარდაცვალების შემდგომ იმკვიდრებს რას? სასופველი დახურულია, ხო? ჩვენმა პირმშობლებმა 64 დაკარგეს და იქ ვერანი ვერ შევა. ნეტარ მდგომარეობას გარდაცვალების მერე ვერავინ ვერ მოიპოვებს. შესაბამისად დასასრული როგორია გარდაცვალების შემდგომი ხვედრი უпростоრად ადამიანისა. ეს არის ჯოჯოხეთი. ერთი ეპიზოდი გავიხსენოთ ძველი აღთქმიდან. იაკობ მამამთავარს, დიდ მამამთავარს, აბრაამის შვილიშვილზე ალაპარაკი. როცა უთხრეს შენი ძე გარდაიცვალაო, ხო, გასესხლიანებული სამოსი მოუტანეს. და ასეთ სიტყვები თქვა, ჩემი სულიო მწუხარებით ჩავა ჯოჯოხეთში და შემთხვევით ეს არ უთქვამს, ხო, ლამაზი სიტყვებისთვის იცის, ადამიანი უკვდავი არსება იმ გაგებით რომ სული არ დაიშლება, არ გაიხსნება, გარდაცვალების შემდგომ მარადისობაში გარდაინაცვლებს და მარადისობა ყოველი ადამიანისთვის იაკობი, დიდი გამორჩეული მამამთავარი, რა არის? ჯოჯოხეთია და პირდაპირ ისგვეუბნება ამას და წმინდა წერილი გვასწავლის, ხო, მოსეწინასწარმეტყველმა აღვიწერა ეს ისტორია. და რისი თქმა მინდოდა, ხა ზოგჯერ ცოტა გვერდით გავდივართ ხოლმე, მაგრამ აუცილებელია, აი ესაიას გამორჩევის მიზანდასახულობა რა იყო? რა მიზეზით გამოირჩია ღმერთმა უпростоრად, ხო? ესაი არის ის კაცი, ვინც ფიქრობს კაცობრიობაზე, როგორ მოხდება მისი გამოხსნა და აი ვინც ეძებს ის პოულობს. და რა იპოვა წინასწარმეტყველმა, როგორც განეცხადა მას ღმერთი, თუმცა ჯერჯერობით ის განკაცებული არ არის და ძეღმერთი განეცხადა ადამიანის გარეგნობის მქონე, ხო? ასეთი ორი ტერმინია და ვიშველიებთ ხოლმე, განსაკაცებელი თუ განკაცებადი ძეღმერთი. ანუ თქვენ ასე გრამატიკულად თუ ენობრივად მიაქციეთ ყურადღება, განსაკაცებელი რას ნიშნავს? ჯერ რომ არ განკაცებულა. განკაცებადი რას ნიშნავს? ჯერ რომ მისი განკაცების საიდუმლო არ მოხდა, შემდგომში მოხდება მომავალში, ხო? აი ეს ღმერთი ეცხადება და ესაიას ეძლევა ცოდნა, სულიერი ცოდნა დავარქვათ ასე, როგორ მოხდება ის, რასაც ის ეძებდა. ანუ გამოხსნა ადამიანის მოდგმისა, რომ თურმე ძეღმერთი განკაცებული სახით მოვა წუთის სოფელში. მეტის თქმაც შეგვიძლია, ეს წინა შეხვედრის დროსაც აღნიშნე და მაინც იმდენად საგანგებოა გავიმეორო, თუ ადამიანის გარეგნობა აქვს ზეღმერთს და ასე ეცხადება ისაიას, ასე ეცხადება იაკობ მამამთავარს, ასე ეცხადება აბრაამ მამამთავარს, ასე ეცხადება იერემიას, ვამოკლებ, ბევრი სახელის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ჩვენ რაც ვთქვით იმით შემოვიფარგლოთ, ადამიანის გარეგნობა როგორც ესე არის ინდივიდუალური. ყველას ჩვენი ნაკვთები გვაქვს, ხო? მაგალითად მე რო შემოვდივარ, იცით ირაკლი ვარ და მამა გიორგი პირობითად ერთი თუ მეორე, იცით რომ ერთი-ერთია, მეორე. აი ასეთი შეკითხვაც დაისმის ხოლმე. როგორი ადამიანური გარეგნობით ეცხადებოდა ძე, რომელსაც ჯერჯერობით ეს ადამიანური ბუნება არ შეუერთებია საკუთარი პოსტაში. და ისევ ანასტასი სინელი და მისი წინამძღვარი, ძველი ქართული ციტატა ასე გადმოიტანა წმინდა არსენი ყალთოელმა, სახეთ ქრისტესა გამოჩინებული იგი. ანუ როგორ ხედავდნენ ზეღმერთს, როგორ ჭრედნენ ძველი აღთქმის მართლები, აი ისეც როგორი წუთის სოფელში მოვიდა. რა ჩვენ ხატზე გვინახავს და როგორი გამოსახულებითაც არის მაცხოვარი ადამიანური ბუნებით, აი ზუსტად ასეთი ფორმით ხედავენ სამერმისოდ აღსასრულებელ ამ საიდუმლოს და აი ამიტომაც თითქოს ერთი მუხლია, თითქოს ბევრი არაფლის მეტყველი, მაგრამ საეკლესიო ეგზეგეტიკას როცა ვიშველიებთ, როგორი ღრმა შინაარსია დაცული და როგორი ღრმა მესიანური წინასწარმეტყველებაა დაუწყები, სრული სისავსით, დოგმატური აკრიბიით, მოდი გამოვიყენოთ ასეთი გამოთქმა, ესაია იმეცნებს, როგორ განვითარდება შემდგომში ეს ისტორია. ეხლა გავაგრძელოთ, ახალ ნაწილზე გადავიდეთ, რაც აქამდე არ განგვიხილავს და ტექსტი ასე გრძელდება. ესაია გვეუბნება, რომ ღმერთის გარშემო, რომელიც საყდარზეა დაბრძანებული, დგანან სერაფიმები. მე როგორც მახსოვს, ამაზე არ გვილაპარაკია. თუ მეშლება თქვენ შემომეშველეთ, მე მგონი წინა მუხლზე დავასრულეთ და ამის იქით ვეღარ წავედი. ანუ გარშემო სერაფიმები დგან. ღმერთის საყდარზეა დავანებული, კიდევ ერთხელ ჩვენ გონებაში რომ ეს სურათი კარგად აღვადგინოთ და ამ საყდრის გარშემო და ბუნებრივია უზენაესის გარშემო, ხო? სერაფიმები დგანან. და ეს სერაფიმები ჩვენ ანგელოზთა დასებით ჩამოვთვალეთ, სამი მართალია, მაგრამ იმ სამეულში შედის სერაფიმები, ქერუბიმები, საყდარნი, ამას გვეუბნება საეკლესიო სწავლება, ხო? ანუ ორი დასი გამოიკვეთა უკვე ამ სამეულიდან. პირველი სერაფიმი, მესამე საყდარი და ორივე დასის სახელი აგერ ესაიასთან არის მითითებული. სხვადასხვა ცოტა გადახვევაც მოგვიწევს თემიდან, ხო, მაგრამ მგონია რომ აუცილებელია უფრო საინტერესო გახდეს ჩვენი საკითხები და თეოლოგიის ღვთისმეტყველების შემეცნება შევძლოთ. ქრისტიანული ანგელოლოგია, რაც წმინდა დიონისე არიოპაგელთან არის დაცული, ყველაზე ღრმად, ყველაზე საფუძვლიანად, ყველაზე ფუნდამენტური ნაშრომია ზეცათა მღვდელმთავრობისათვის, ასე ქვია ეფრემცელის თარგმანში, ძველი ქართული თარგმანი. თანამედროვე ქართულზე თუ გადმოვიტან, ციური იერარქიის შესახებ, ასე შეიძლება ითარგმნოს. ეს არ არის რაღაცა
დაჯდა წმინდა დიონისსა და თვითონ მოიფიქრა. ყველა ის სახელი, რაც მასთანაა მითითებული, წმინდა წერილს ეფუძნება. და აგერა დასტური თუნდაც, რატომ თქვა დიონისემ, რომ სერაფიმები არსებობენ, ქერუბიმები არსებობენ, საყდარნი არსებობენ, იმიტომ რომ ესაიას წინასწარმეტყველებაში სერაფიმის და საყდარიცაა დასახელებული, ხო? ქერუბიმი ეზეკიელთან არის და სხვადასხვა წიგნს როცა კითხულობდა, ჩვენ ვიცით რომ ბიბლია წიგნების კრებულია, ხო? სხვადასხვა ეპოქაში დაწერილი და ზოგადად ძველ და ახალ აღთქმად იყვება. აი სრულყოფილი სურათი ასე წარმოჩნდება, ანგელოზთა 900 არსებობს და მოდით ახლა ჩამოვთვალოთ, რაღაცისთვის დაგვჭირდება, აი ჩვენ თქვით რომ ზოგჯერ გავდივართ თითქოს თემიდან, მაგრამ აი უფრო ისეთი ღრმა სწავლების დასააზრებლად. 900 ასეა წარმოდგენილი. სერაფიმები, ქერუბიმები, საყდარნი, უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი, მთავარანგელოზი და ანგელოზი. და დავსვათ შეკითხვა. თქვენს თუ დამეხმარებით კიდე უკეთესი. რატომ არის 900 წარმოდგენილი უსხეულო ძალა? ხომ შეიძლება და ერთი დასი ყოფილიყო, არა? აი ღმერთ შეექმნა ყველანი სერაფიმებად ან ყველანი ანგელოზებად, პირობითად ან ვინ გითხრათ, საყდრებად, აღარ სხვა სახელებს აღარ ვამბობ, ხო? აი რატომ 900 ასე შემოიყვანა ისინი ყოფობაში? ამას გვასწავლის საეკლესიო განმარტება. ანუ რაღაცა დრომ კი არ გაიარა და მერე კი არ მოხდა დაყოფა. შემოვიდნენ 900-ად. და როგორც კი შემოვიდნენ ყველანი ანგელოზები არიან, ამ ტერმინის ქვეშ ერთიანდებიან, რადგან ტერმინი ანგელოზი მაუწყებელს, ამბის მომთხრობელს ნიშნავს და მათი ფუნქციაა ზეციური ნების გაცხადება ადამიანებისთვის. აგერ ესაიაზე ვსაუბრობ, ესაია ანგელოზებს ხედავს, ანგელოზებთან შედის ურთიერთობაში, ხო? ღვთისნებას ასე იმეცნებს, ღმერთსაც, მაგრამ ღმერთთან მისაყვანებელი გზა ანგელოზთა საშუალებით ხდება, მისი მიყვანა უზენაესამდე და აი კითხვა ასეთია, უпроსტად განმარტება ანგელოზი რატომ ეწოდა ყველა უსხეულო ძალას, რადგან ტერმინი ანგელოზი მაუწყებელს ნიშნავს, ამბის მომთხრობელს ნიშნავს, ხო? აი ამიტომაც იმას, ვინც ამ ფუნქციას ატარებს, ღვთისაგან გაცხადებულ ჭეშმარიტებას ადამიანებს უცხადებს, შესაბამისი სახელი განეკუთვნა და ეს სახელი არის ანგელოზი. მაგრამ ზოგადად ყველას რომ ანგელოზი ეწოდება, უკვე ცალკე აღებული დასები შესაბამისი ტერმინოლოგიით არიან მოხსენიებულნი. და ეს არის ის 9 სახელი, რაც მე წეგან ვახსენე, სერაფიმები და აღარ გავაგზელებ, ანგელოზები სრულდება. და რატომ რა განსხვავებაა მათ შორის? 900 რა პრინციპით, რა შინაარსით იყოფა? აი ამასაც ბევრი არ გვინდა დიდი დრო არ დავუთმოთ, მოკლედ თქვა, ხო, სხვადასხვა დრო, სხვადასხვა ვითარებაში დავჭირდება და იმიტომაც, ხო, წინ დავხვდება მე როგორც იტყვიან და აღარ მოგიწევს უკან დაბრუნება. ეკლესიის მამები, წმინდა დიონისი არიოპაგელი, წმინდა მაქსიმე აფსარებელი ასეთ განმარტებას იძლევიან. გულთამხილავი ღმერთი და ყოვლისცოდნე ღმერთი, რომელსაც არ სჭირდება დრო, რაღაც მოვლენის მოსახდენად, რომ მან გაიგოს ეს მოვლენა როგორც არ იმართება. ჩვენ ამისთვის დრო გვჭირდება, ხო? რაღაცა შეიძლება ინტუიციურად მივხვდეთ, მაგრამ ჩვენი მიხვედრილი ან გამოვა და ან არ გამოვა, ან სწორი იქნება, ან არასწორი იქნება, ხო? აი ღმერთს არ სჭირდება დრო, იმიტომ რომ ის ზედროულია, ის არ ელოდება დრო ჟამს. ჩვენ ველოდებით, იმიტომ რომ მე არ ვიცი 1 წლის მერე როგორ მოხდება რა, საერთოდ ვიქნები კი? ამაზე მე პასუხი არ მაქვს, ხო? 5 წლის მერე როგორ იქნება და რა იქნება. მაგრამ რადგან ღმერთი გულთამხილავია და ზედროულია, აი ორი მოძღვარი დავასახელი, ისინი ამბობენ რომ წინ და წინ იცოდა. ამ უსხეულო ძალებში, როგორც კი ისინი არსებობაში შემოვიდოდნენ, ვინ რა არჩევანს გააკეთებდა. ეხლა არჩევანი ცოტა ისეთია, მაინც ამასაც განმარტება სჭირდება. ანუ რა იგულისხმება ამ არჩევანში? ვინ უფრო მეტად შეიყვარებდა საკუთარ შემოქმედს, ვინ ცოტა უფრო ნაკლებად, კიდე ვიღაცა ცოტა უფრო ნაკლებად და აი ეს სიყვარულის ხარისხი ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, ზევიდან ქვევით იკლებს, ხო? აი ეს იცოდა წინ და წინ, იმიტომ რომ ყველა ანგელოზი, როგორც ჩვენ ადამიანები, ცალკე აღებული პიროვნებები არიან, ცალკე აღებული ჰიპოსტაზები არიან, სხვა ტერმინს გამოვიყენებ. აი ამიტომაც როგორც ჩვენ თუნდაც ერთი ადამიანი გვიყვარდეს, ხო, ეს მაგალითი მოვშველიოთ, ყველაში ერთი და იგივე სიყვარული არ იქნება. ყველას გვიყვარს, მაგრამ ვიღაცას უფრო მეტად უყვარს, ვიღაცას ცოტა ნაკლებად. ეს სიყვარული გვაერთიანებს და კარგია, კარგი მდგომარეობა, მაგრამ ხარისხობრივი მდგომარეობა ამ სიყვარულისა რაღაც ტოლობის ნიშანი ყველასთან ვერ დაედება, იმიტომ რომ ცალკე აღებული პიროვნებები ვართ. ვიღაცა თავის თავში ამ სიყვარულს აძლიერებს, ამძაფრებს, ვიღაცაში არის და კარგია, მაგრამ უფრო ნაკლებია მეორესთან შედარებით, ხო? აი ამ გაგებით ანგელოზთა შორის სახთო მადმოსილება სხვანაირად უფრო გასაგებენაზე ღვთისადმი სიყვარული არ გახლავთ ერთი ხარისხის. ვიღაცებმა უფრო მეტად შეიყვარეს, ვიღაცებმა ცოტა ნაკლებად და აი ახლა ამ ლოგიკით უკან დავბრუნდეთ, სერაფიმები რატომ სახელდებიან პირველ ადგილზე ამ ჩამონათვალში? ყველაზე მეტად ამ უსხეულო ძალებმა შეიყვარეს საკუთარი შემოქმედი. ამიტომაც ამ დასს ცალკე გამოყოფილს დანარჩენებისაგან სერაფიმთა დასი ეწოდა და ჩამონათვალში პირველი ადგილი უკავია. ქერუბიმები რატომ არიან მეორე ადგილზე? იმიტომ რომ სერაფიმებზე ნაკლებად უყვართ, მაგრამ დანარჩენ დასებთან მიმართებით მათში უფრო მეტი სიყვარულია და აღარ გაწვალებთ ეს ლოგიკა გამოიყენოთ, ყველაზე ნაკლები სიყვარული ვისში ყოფილა, რომელ დასში? ბოლო დასი, ეს არის ანგელოზთა დასი, საკუთრივ ანგელოზთა დასი. თუმცა, აი ზოგჯერ ცოტა ისეთი ძალიან მარტივი თემაც არ არის, შეიძლება ვიღაცა მიფიქროს ეს ცუდია, რა ცუდი მდგომარეობის შემქმნელი არა, ცუდი მდგომარეობის შემქმნელი არ არის. უბრალოდ რამდენის დატევნად შეეძლო, იმის შესაბამისი მდგომარეობა მიეცა და
დასიც განისაზღვრა სათანადო არა? აი როგორც ასეთი მაგალითი მithქვამს და თქვენთანაც გავიმეორებ, ვიღაცა ეპისკოპოსია, ვიღაცა მღვდელია, ვიღაცა დიაკვანია. სამი ხარისხია, ხო? ერთი ყველაზე მაღალი, მეორე შუალედური პირობითა და მესამე ყველაზე დაბალი. და ვიღაცა რომ დიაკონია, ამიტომ რა უნდა ვთქვათ, რომ ეს ცუდი მდგომარეობა მერე რა? დაბალი ხარისხია, მაგრამ ეს ხარისხი საკმარისია იმისთვის, რომ იმ ადამიანმა კეთილი საქმე აკეთოს. ასევე ანგელოზთა დასში ყოფნა უსხეულო ძალებისა, ყველაზე ნაკლები სიყვარულის მქონე უსხეულო ძალებისა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბოროტებასთან წელნაყარები არიან ისინი. მათ შეუძლიათ კარგი საქმე აკეთონ და ამ სიყვარულში წარემატონ და წარემატონ. ეხლა ამას რატომ გიყვებით? 9 წმინდა დიონისე არიოპაგელმა დაყო სამ ტრიადად. პირველი ტრიადა არის ყველაზე მაღალი, სერაფიმები, ქერუბიმები, საყდარნი, მერე შუალედური სამეული და ბოლო სამეული. და ამის გარდა იგივე წმინდა დიონისე არიოპაგელი გვეუბნება, რომ მარტო 900 კი არ იყოფა სამ ტრიადად. თითო დასიც სამ ტრიადად იყოფა. ანუ სერაფიმთა დასში 3 ტრიადაა, ქერუბიმთა დასში 3 ტრიადაა, საყდართა დასში 3 ტრიადაა, შევამოკლოთ, ანგელოზები დავასახელოთ ბოლოს, ანგელოზთა დასში 3 ტრიადაა. რა არის ამის საფუძველი? რას ეფუძნება, როდესაც ის ამას ამბობს? ესაიას წიგნი. აი ეს ეპიზოდი, რაზეც ახლა ჩვენ მოგვიწევს ლაპარაკი. რომ ჩვენ უკვე ვთქვით, რომ სერაფიმებით განან გარშემო უზენაესისა და ისინი ამბობენ საგალობელს. და საგალობლის შინაარსი ჯერ საგალობელი ვთქვა და როგორ ამბობენ, მერე მოვაყოლოთ, თქვენთვის ნაცნობია. ეს არის ასეთი სიტყვები. წმინდა არს უფალი საბაოდ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა მისითა. თუმცა არა მხოლოდ ეს ფორმა, ეს შინაარსია. აი მაგალითად იოანე ოქროპირს მე-4 საუკუნეებში ცხოვრობდა ეს ადამიანი, რა ტექსტიც ხელს უპყრია ძველი ათქმის, ანუ ეს ამ შემთხვევაში ეს წინასწარმეტყველებისა. იქ ცოტა სხვანაირადაა ტექსტი და გეტყვით და იმ შედარებას გავაკეთოთ. წმინდა არს უფალი საბაოდ, სავსეა ქვეყანა დიდებითა მისითა. ანუ სავსე არიან ცანი და ქვეყანა, აი შინაარსი არ იყო, სავსეა მხოლოდ ქვეყანა. ეს ტერმინია მოშველიებული. და მე ამას საგანგებო განმარტება დავურთო, როცა მივალთ იმ ადგილამდე ამ განმარტებასაც გეტყვით. და ნახეთ ახლა როგორ ამბობდნენ ამ საგალობელს. ამას ეწოდება სამწმინდა არსობის საგალობელი. ეს სერაფიმები როგორ აღმოთქვამენ ამ შეკითხვას. და ტექსტში ასეთი მითითება გვხვდება, ესე იგი ღაღადებდა ერთი-ერთისა მიმართ. ანუ რას ნიშნავს ეს ძველი ქართული ტექსტი მოვიშველიე? ღაღადებდა ერთი-ერთისა მიმართ. სხვა რედაქციაში ჩვენ რამდენიმე თარგმანი გვაქვს ბიბლიისა, ძველი აღთქმის წიგნებისა. მეორეგან არის ღაღადებდა მოყვასისა მიმართ. ანუ შინაარსი არსებითად არ იცვლება, უბრალოდ თითო ტერმინია ჩანაცვლებული. ერთი მეორეს უგალობს ამას. ანუ ერთი მეორის მისამართით გალობს ამას. აი ზუსტად ეს ეპიზოდი გამოიყენა დიონისე არიოპაგელმა და გვაუწყა ასეთი რამ, რომ სერაფიმი, რომელმაც პირველმა წარმოთქვა ეს საგალობელი, წმინდა არს უფალი საბაოდ აღარ ვასრულებ, ხო? ის არის აი ამ სერაფიმთა დასში 3 ტრიადა რომ ვახსენეთ ჩვენ ყველაზე აღმატებული სერაფიმი, ანუ ყველაზე დიდი მადლმოსილების დამტევი საკუთარ თავში, სხვანაირად უფრო გასაგებად, ყველაზე მოყვარული საკუთარი შემოქმედისა. აი შემდგომმა ვინც ეს საგალობელი მოისმინა და განისწავლა პირველისგან და მან წარმოთქვა ეს სიტყვები, ის არის სერაფიმთა დასში უკვე შუალედური სერაფიმი, დავარქვათ ასე უფრო გასაგები რომ იყოს, განისწავლება აღმატებულისგან. მან რომ დაასრულა ეს საგალობელი, მესამემ წარმოთქვა, მესამე წინარესაგან განისწავლება და სერაფიმთაგან განსწავლული უსხეულო ძალები, ამ შემთხვევაში ესე იგი სერაფიმთა დასში შემავალი უსხეულო ძალები, აი ამ მოძღვრებას და სწავლებას უკვე სხვა დასებს გადასცემენ და იქაც ეს რიგითობაა დაცული. აღმატებული ქერუბიმი შუალედური უქვემოეს ქერუბიმებიდან საყდარზე გადავდივარ და ლოგიკა არ იცვლება, ეხლა ყველა დას არ ვამბობ და რომ დრო არ დავუკარგოთ ამ კუთხით. ასე რომ სერაფიმთა დასის დაყოფა და ზოგადად ანგელოზთა დაყოფა სამ ტრიადად ეს არ ყოფილა ვიღაცისგან შეთხზული და ესე დამოუკიდებლად მოფიქრებული, არამედ ამასაც წმინდა წერილი უდევს საფუძვლად. სხვადასხვა აი ერთ-ერთი მსმენელი იყო წინა შეხვედრისას, ბოლოს შეხვედრისას და მან იქ შეკითხვა დასვა, საინტერესო შეკითხვა და მოდით ის შეკითხვა გავიმეოროთ და შევაჯამოთ მოკლედ, რომ დიდი დრო არ დავკარგოთ. შეკითხვა ასეთი იყო, რომ დიონისემო, როდესაც ეს მოძღვრებები გამოთქვაო, აი საიდან იცოდა მან რომ ეს ჭეშმარიტი სწავლებაა, ხო? ადამიანი დაჯდა წიგნი დაწერა, ხო შეიძლება მას შეეშალოს. ასე არ იყოს და სხვანაირად იყოს. და ამის მაგალითთან იმის მე გეტყვით, როდესაც დიონისე არიოპაგელმა ჩამოთვალა ანგელოზთა დასები რიგითობა, სერაფიმები, ქერუბიმები, საყდარნი და ასე შემდეგ, იქით აღარ ვაგრძელებ და წმინდა მაქსიმე აფსარებელმა ამ ნაშრომს შესაბამისი განმარტება დაურთო, აი ამ განმარტებაში რიგითობა ანგელოზებისა შეცვალა და გითხრა რომ არა, სერაფიმები, ქერუბიმები, საყდარნი იმას კი არ ნიშნავს, ყველაზე დიდი მადმოსილების დამტევნი სერაფიმები არიან და მეორე ადგილი ქერუბიმებს და მესამე საყდარს. ჩვენ ეს წყობა უნდა შევატრიალოთ. ანუ უნდა ამოვატრიალოთ ეს სამეული და თუ ამოვატრიალიათ რა მივიღეთ? პირველ ადგილზე საყდარია, მეორე ადგილი არ იცვლება ქერუბიმია, მესამე ადგილზე სერაფიმია. აი ამას გულისხმობდა დიონისე არიოპაგელი. სწორი რიგითობა ასეთია. და გამოდის რომ ყველაზე დიდი სიყვარული უზენაესისა ყოფილა საყდარში და მესამე ადგილი უკავია სერაფიმს. ხო, ანუ სხვა სწავლება მივიღეთ განსხვავებით დიონისესაგან. და ნახეთ წმინდა მაქსიმეს წყარო რა არის, როდესაც ის
ასეთი სახის ცვლილებას ახდენს, აი ამასაც მინდა შევეხო, წმინდა წერილი, ბიბლია და წმინდა მაქსიმე აღსარებელი აერთიანებს ორ წიგნს, ორ საწინასწარმეტყველო წიგნს. ეს არის ერთი მხრივ ესაია, მეორე მხრივ წინასწარმეტყველი ეზეკიელი. და ნახეთ ახლა არ ამგონია რთულად გასაგები იყოს და აღიწერთ როგორი ვითარება. ესე იგი ესაია გველაპარაკება სერაფიმების და საყდრის შესახებ ამ ორი დასის თაობაზე და წინასწარმეტყველ ეზეკიელთან ქერუბიმები და საყდარნი არიან დასახელებული. ანუ იქაც ორი დასია, სერაფიმების გამოკლებით იქ ქერუბიმები არიან წარმოჩენილები. და ნახეთ როგორი ვითარება როგორც ესაიასთან, ეზეკიელთანაც უზენაესი საყდარზეა დაბრძანებული. ანუ სურათი არ იცვლება. ესაია, ეზეკიელი ამ კუთხით უდრის ერთმანეთს, ტოლობის ნიშანი. მაგრამ აი იცვლება მდგომარეობა შემდგომ იმ გაგებით, რომ საყდართა დასი ნატვირთი აქვს ქერუბიმებს. ამას გვიყვება ეზეკიელი. ანუ აი რო წარმოიდგინოთ თქვენ გონებაში, ქერუბიმებს ნატვირთი აქვს საყდარნი და საყდარზე დავანებულია უზენაესი. და წმინდა მაქსიმემ გააერთიანა ორი წიგნი და ორი გამოცხადება. და გითხრა ასეთი რამე. ჩვენ თუ ამ რიგითობას ვნახავთ ანგელოზებისა, ღმერთთან ვინ უფრო ახლოს არის და ვინ ცოტა უფრო შორს, მივიღეთ ასეთი, ესე იგი, ჩამონათვალი. ყველაზე ახლოს არის საყდარი, იმიტომ რომ ესაიასთანაც და ეზეკიელთანაც ღმერთი საყდარზეა დავანებული. შემდგომი ადგილი უკავია ქერუბიმს, საყდართან მტვირთელ ქერუბიმს და ესაია რას გვეუბნება სერაფიმებს სად არიან? გარშემო, ცოტა უფრო მოშორებით. და ეს ახლო თუ შორი, მოდით ეს ორი სიტყვა გამოვიყენოთ, ანგელოზთა განლაგება, რომელი უფრო ახლოს არის და რომელი უფრო შორს არის, გვიჩვენებსო იმას, დასების ჩამონათვალში პირველი ადგილი ვის უნდა ეკავოს, მეორე ადგილი ვის უნდა ეკავოს და მესამე ადგილი ვის უნდა ეკავოს და აი ასეთი შეჯამებით, ასეთი შეფასებით საკითხისა, წმინდა მაქსიმესთან განსხვავებული ანგელოლოგიური წყობა გამოგვივიდა, საყდარნი გავიმეორებ ქერუბიმები და სერაფიმები. მაგრამ რომელი მოსწავლება გაიზიარა ეკლესიამ? რახან უკვე არჩევანის წინაშე დადგა წმინდა იოანე დამასკელი, დოგმატური სახელმძღვანელოს შემდგენელი, ხო? მან მაქსიმეს განმარტება არ მიიღო. და ეს ამ შემთხვევაში შეგვიძლია ასე ვუწოდოთ, არის კერძო აზრი, ეგრეთ წოდებოდა დოქსა, ხო? ორი ტერმინი გვაქვს, დოგმა და დოქსა. დოგმა არის ესეთი მოძღვრება, რომელიც ჭეშმარიტი მოძღვრებაა, საეკლესიო სწავლება, დოქსა არის კერძო აზრი. და კერძო აზრი მამებთან ხვდება და ყველა მამასთან ხვდება და ჩვეულებრივი ამბავია, ადამიანი რაღაცა საქმეს რომ აკეთებს, ან რაღაცას ამბობს, იმ გაკეთებულ საქმეში რაღაცას გააფუჭებს, ბუნებრივია საქმის კეთების პროცესი, მათ შორის გაფუჭებასაც მოიცავს თავის თავში. ან რაღაცას როცა ამბობს, სადღაც რაღაც შეცდომას დაუშვებს, ახლა უცდომელი არც ერთი ადამიანი არ არის, როგორი დიდი ცოდნის მქონეც არ უნდა იყოს და ერთადერთი უცდომელი ვინ არის ვიცი და აი ამ გაგებით მამებსაც, დიდ მამებსაც, ხო წმინდანებად აღიარებულ მამებს, რაღაცა შეცდომები დაუშვება და ჩვეულებრივ იმას გვიმტკიცებს, რომ ადამიანები არიან, მაგრამ ადამიანებად დაბადებულებმა, ჩვენებრივ დაბადებულებმა, სხვანაირად ვთქვათ, მიაღწიეს ამ დიდ სიმაღლეს, მაგრამ მაინც შიგადაში რაღაც გარკვეული უზუსტობები შეიძლება მათ ხადაგებაში და განმარტებაში იყოს მოტანილი და აი ასე ეს უზუსტობა ჩაითვალა წმინდა მაქსიმეს ეს ეგზეგეტიკა რომ ქერუბიმები ბოდისვიხტი საყდარნი ქერუბიმები და სერაფიმები და საბოლოო ჯამში როგორც დოგმატური სწავლება სწორი მოძღვრება დიონისეს ის რიგითობა აღიარებული სადაც პირველ ადგილზე სერაფიმები არიან მეორეზე ქერუბიმები და მესამეზე საყდარი და მოდი ასე დავსვათ შეკითხვა რატომ მიიღო იოანე დამასკელმა დიონისესეული განმარტება და არა მაქსიმესეული ეგზეგეტიკა და ნახეთ დრო მიდის, მაგრამ მაინც მინდა ერთი ნიმუში მოგიტანოთ. ჩვენთან თუ შემოვა ადამიანი, რომელიც რაღაცას გვეტყვის ისე მშრალი ტექსტი, განმარტების გარეშე, მაგრამ შემოვა მეორე ადამიანი და რაღაცას გვეტყვის და თან განმარტებას მოაყოლებს, ლოგიკურ განმარტებას, რომელს მივიღებით ამ ორი პოზიციიდან, ორი მოსაზრებიდან. აი თქვენი დასკვნა როგორია? ვიღაცა მშრალს ამბობს, რაღაცას ერწინადადებას გვეუბნება და რა ვიცი, ასე არის თუ არა? შეიძლება ისე არ არის. შეიძლება ასეა, მაგრამ შეიძლება არც არის, ხო? ამის დამტკიცება ძალიან რთული ამბავია, მაგრამ ვიღაცა ვინც ლოგიკურად გვიდასტურებს და წყაროებს გვისახელებს, აი მიმართებებს გვიჩვენებს, აი იმისას უფრო მარტივად და ადვილად მიიღებ. და ნახეთ, ისე უკან დაუბრუნდები, წმინდა იოანე დამასკელმა, როდესაც ერთი მხრივ ის კითხულობს დიონისე არიოპაგელის ჩამონათვალს, სადაც არანაირი ლოგიკა არ არის. რატომ პირველ ადგილზე სერაფიმი, მეორეზე ქერუბიმი, მესამეზე საყდარი. მაგრამ კითხულობს წმინდა მაქსიმე აღსარებლის განმარტებას, სადაც ლოგიკური დამოწმება თუ დადასტურება თუ განმარტება, რატომ პირველზე საყდარი და მეორეზე ქერუბიმი და მესამეზე სერაფიმი, რატომ მიიღო დადასტურების გარეშე, მტკიცების გარეშე, ლოგიკური მსჯელობის გარეშე დიონისესეული ჩამონათვალი, რომ გინდა თუ არა ასეა. აი ეს შეკითხვა დასვა იმ ჩვენმა მსმენელმა და პასუხი ასეთია. ეს შეკითხვა მეც მაწუხებდა და საკმაოდ დიდი ხანი მაწუხებდა და აღმოვაჩინე პასუხი ამ შეკითხვაზე წმინდა ექვთიმე ნათონელს აქვს ერთი ასეთი ნაშრომი, რომელსაც ქვია ასევე წინამძღვარი ანასტასი სინელის არ იყოს, ხო, თუმცა სხვადასხვა შრომა და ექვთიმე ათონელი ასეთ რამეს გვეუბნება. როდესაც წმინდა დიონისე არიოპაგელი ანგელოზებთან დაკავშირებულ სწავლებას გადმოგცემს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის მისი სწავლება, მისი მოძღვრება. ეს მას არ მოუფიქრებია, მას არ შეუთხზავს და უშუალოდ მისი კალმის კუთვნილება არ გახლავთ. აბა საიდან მოიტანა?
ვინ განსწავლა, ვინ აუწყა ეს ყველაფერი და რატო აღიარებული როგორც უცნობელი ჭეშმარიტება. ექვთიმე ათონელი ასე აგრძელებს და ეს ცნობა თუ ცოდნა, რა თქმა უნდა, იოანე დამასკელსაც აქვს და ამიტომ გაიზიარა დიონისე ესეულის სწავლება. ექვთიმეს შეფასება ასეთია: დიონისე არიოპაგელი ანგელოლოგიური მოძღვრების და სხვა საღვთისმეტყველო საკითხების გადმოცემის პროცესში ხელმძღვანელობდა მისი მოძღვრის თუ მასწავლებლის, აი ვინც ის მოაქცია და ქრისტეს რჯულზე მოიყვანა, ხო? აი მისგან მოსმენელი მოძღვრებები. და ვინ არის ეს ადამიანი? გვახსოვს ალბათ საქმე მოციქულთაგან, იქ ხვდება ჩვენ დიონისეს სახელი, ეს არის მოციქული პავლე. როდესაც პავლე მოციქულმა ათენში იქადაგა, ორად ორი ადამიანის მოქცევა მოხდა მან და ერთი არის დიონისე და მეორე დამარესე, ხო? დიონისე მამაკაცია, მოგვიანებით ათენის პირველი მღვდელმთავარი და დამარესე ამ შემთხვევაში ქალბატონი, ხო? აი, რადგანაც პავლე მოციქულმა მოაქცია დიონისე არიოპაგელი და მათ ერთმანეთთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ, ამას გვეუბნება ექვთიმე ათონელი. პავლე მოციქული თავის მხრივ ის კაცია, ვინც მესამეცამდე იქნა ხტაცებული, ზეციური ეს საიდუმლოებები, მათ შორის ანგელოზებთან დაკავშირებული იდუმალება განჭვრიტა, თავის ღირსეულ მოწაფეს დიონისე არიოპაგელს ეს სწავლება გადასცა, იმიტომ რომ ერთი ადამიანი მან 14 ეპისტოლე დაწერა პავლე მოციქულის გულისხმობ, მაგრამ ასეთი მყარი თუ ჩამოყალიბებული ანგელოლოგია ჩვენ იქ არ გვხვდება. ერთი კაცი ყველაფერს ვერ გააკეთებს, ერთი კაცი ყველაფერს ვერ ასწრებს. ამის ნიმუშია ერთ-ერთი საუკეთესო მათემახარებელმა სახარება დაწერა და ერთია მარტო სახარება, მარკოზმა დაწერა, ლუკამ დაწერა, იოანემ დაწერა, ანუ 4 სახარება გვაქვს. 4-მა სხვადასხვა ადამიანმა დაწერა. პავლე მოციქულმაც ბევრი რამე დაწერა და ღვთისმეტყველება მისგან გაცხადებული ბევრი კუთხით, ბევრი მიმართულებით ჩვენებს ამ საიდუმლოებებს გვიჩვენებს, მაგრამ აი უშუალოდ ანგელოლოგიური სწავლებები ამ შემთხვევაში მან გაუცხადა თავის ღირსეულ მოწაფეს დიონისე არიოპაგელს და დიონისე არიოპაგელმა როგორც თავისი დიდი მასწავლებლის გზის გამგზელებელმა შემდგომში ეს ფორმაში მოაქცია, შესაბამისი განსაზღვრებები გააკეთა და ჩვენთვის დაწერა ის ნაშრომი, რომელსაც ვკითხულობდა, რომელთაც ხელმძღვანელობდა. აი ამიტომაც დიონისე ესეული მოძღვრება ანგელოზთა დასების წყობის შესახებ ეს არ გახლავთ ცალკე აღებული ათენელი მღვდელმთავრის სწავლება. ეს არის სამოციქულო მოძღვრება და სამოციქულო მოძღვრებასა და მაქსიმე აღსარებლის განმარტებას შორის არჩევანი თუ კი დგება, ყველა შემთხვევაში უპირატესია სამოციქულო სწავლება, რადგან ჩამონათვალი, ვინ უფრო დიდია ღვთის წინაშე, პირველ ადგილზე მოციქულებს აყენებს, ხო? ამის მტკიცებულების აუცილებლობა არ არის, ყველაზე დიდნი ისინი არიან. ასე რომ მოდით ახლა უკან დავბრუნდეთ, ის ვისაც ხედავს წინასწარმეტყველი ესაია, ორი დასი, სერაფიმები და საყდართა დასი, ხო? პირველ სამეულში შედის და ამ სამეულში პირველი ადგილი სერაფიმს უკავია, მესამე ადგილი საყდართა დასს უკავია და აი ეს არის საეკლესიო სწავლება, თუმცა პირველ ტრიადაში შედიან ისინი ყველანი, რაც მათ განსაკუთრებულ ამ ამაღლებულ სულიერ მდგომარეობას გვიჩვენებს. ახლა საგალობელს დავუბრუნდეთ, ხო? ცოტა გავამარტივოთ, მე მგონი რთულ თემაზე მოგვიწია მსჯელობა. წმინდა არს უფალი საბაოდ. რას ნიშნავს ეს სიტყვები? სამ წმინდა არსობის საგალობელი, ასეა დასათაურებული ამ სახელითაა ცნობილი ეკლესიაში, ხო? როგორც ეკლესიის მამები გვეუბნებიან, ეს საგალობელი გვიცხადებს საიდუმლოს, რომელიც ძველი აღთქმის ეპოქაში დაფარული იყო. და რა იგულისხმება ამ საიდუმლოში? როგორია ღმერთი? რომ ღმერთი არის სამპიროვანი. აი წმინდა კირილე ალექსანდრიელი ასეთ განმარტებას გვაძლევს, პერიფრაზიო ესაიას მიერ მოსმენილი სერაფიმთაგან აღმოთქმული საგალობლის ასეთი შინაარსის იქნება: წმინდა არს მამა, წმინდა არს ზე, წმინდა არს სული წმინდა. ამას უდრის, ამას ნიშნავს. ნახეთ, ჩვენ ხო ამაზეც გვილაპარაკია, როდის და წლებია უკვე ურთიერთობა გვაქვს და დიდი დრო გავიდა. ახალ აღთქმაში პირდაპირ ყოველგვარი დაფარულობის გარეშე გაცხადდა სამი ტერმინი: მამა, ზე და სული წმინდა, ხო? წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნით და ნათელეცით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა. აბა ასეთი ფორმულა თუ გვაქვს ძველ აღთქმაში სადმე მამა, ზე და სული წმინდა არ არის. არ ხვდება, არ ცხადდება ასე ღვთის სამპიროვნულობა და ამას თავისი მიზეზი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არ ცხადდება, რაღაცა გარკვეული ფორმებია გამოყენებული, რა დავარქვათ ამას, სახისმეტყველება, ალეგორია, გადატანითი მნიშვნელობა, ხო, სიმბოლიკა, რა ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას იქვე ძველ აღთქმაშივე გამჭვრიტოთ, წიგნებს გულისხმობთ, როგორია უზენაესი ღმერთი, რომელიც ურთიერთობაში შედის კონკრეტულ მოღვაწეებთან, რომ ეს არ არის ერთპიროვანი ღმერთი, როგორც იუდაიზმმა აღიარა, ჯერ კიდევ იქვე ძველი აღთქმის ეპოქაში, ხო? არა, ეს არის სამპიროვანი ღმერთი, რომელიც მდგომარეობას თუ ჰიპოსტასურ რაოდენობას არ იცვლის არც ძველ აღთქმაში და არც ახალ აღთქმაში. აი ეს საიდუმლო ეძლევა წინასწარმეტყველს ესაიას, სადგურ იგი იმეცნებს, როგორია უზენაესი ღმერთი და უზენაესი ღმერთი ყველა ეპოქაში არის სამპიროვანი, მამაში, ძესა და სულიწმინდაში განჭვრეტილი. და მოდით კიდევ ერთხელ საგალობელს დავუბრუნდეთ. წმინდა არს უფალი საბაოდ. სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა მისით. და მე გითხარით ოქროპირისეული სხვა წაკითხვა ის ტექსტი რაც მას ხელთ უპყრია. სავსე არის ქვეყანა დიდებითა მისით, ხო? ცანი იქ საერთოდ არ არის ნახსენები.
ოქრობირმა ასეთი განმარტება მოაყოლა. აი ესო აქ შემთხვევით არ არის მითითებული, რომ მხოლოდ სავსეა ქვეყანა, ამას გვეუბნება წინასწარმეტყველი ესაია სერაფიმთაგან მოსმენილი ამ საგალობლის ყვალობაზე. რას ნიშნავს? ეს არის წინასწარმეტყველება ღვთის განკაცების შესახებ. რადგან იმ დროს, როდესაც ესაია სერაფიმთაგან ამ საგალობელს ისმენდა, რომ ქვეყანაა სავსე ღვთის დიდებით, არა მარტო ქვეყნიერება იმ ქვეყანაში სამყარო იგულისხმება, მთელი მსოფლიო იგულისხმება, ხო? არა მარტო ქვეყანა, არამედ იუდეაც კი, სადაც ღვთისრჩეულიერი ცხოვრობს და მხოლოდ მათ აქვს ჭეშმარიტი სარწმუნება განცხადებული, ისიც არ არის ღვთის დიდებით სავსე, იმიტომ რომ ესენი კერპებისკენ, სხვადასხვა წარმართი ღმერთებისკენ არიან მიდრეკილი და აი რადგან საგალობელში ნათქვამია, რომ სავსეა ქვეყანა, როდის აღივსო ქვეყნიერება ღვთის დიდებით, შეიძლება კაცობრიობა ასე ერთიანი ხმით არ ადიდებდა, მაგრამ აღსრულებული სულიერი ღვაწლი გულისხმება, ხო, როდესაც ჯოჯოხეთის მაკისა პიროვნებაზე, ადამიანზე ეს დასრულდა, ადამიანური ბუნება განიყურნა, ანუ აღივსო ქვეყნიერება ღვთის დიდებით, ეს არის პირველი საუკუნე, როცა ღმერთი განკაცდა და აი საიდუმლო სახით, სიმბოლური სახით ამ სწავლებას გვიცხადებს, რომ დადგება შესაბამისი ჟამი, როდესაც აღივსება ქვეყნიერება ღვთის დიდებით, მაგრამ ამას სერაფიმი როგორც უკვე მომხდარ მოვლენას ისე გვეუბნება, რადგან ეს წინასწარმეტყველება და წინასწარმეტყველებას ხშირად ახასიათებს მომავალზე გველაპარაკება ყველა შემთხვევაში რა, მაგრამ როგორც მომხდარს, ან ეხლა მიმდინარეს, აცხვეში მიმდინარეს, აი ესე წარმოგვიჩენს. ესაა მე სიტყვები მოისმინა და განსაკუთრებული აი დიდებით გამორჩეული გამოცხადების ხილველი შეიქმნა და აი პირველი განცდა რაც მას ჰქონდა და ეს როგორ არის იცით, აი სახელმძღვანელოა. აი მამები ზუსტად ამას გვეუბნებიან, ესაიას მდგომარეობა რა განიცადა მან და რა სიტყვები თქვა, ეს ჩვენთვის სახელმძღვანელო უნდა იყოს და ხელიდან არ უნდა გაუშვათ. და რა თქვა იცით პირველი, როდესაც ღვთის გამოცხადების თანაზიარი თუ ხილველი შეიქმნა. ვაიმე დავიღუპე, რადგან ბაგეუწმინდური ადამიანი ვარ და ბაგეუწმინდურ ადამიანებს შორის ვცხოვრობ. აი ეს არის თანამედროვე ქართულზე ვთარგმნი და ისე გეუბნებით, ხო? ვაიმე დავიღუპე და თავი განეკითხა და ერის მდგომარეობას წარმოაჩინა. რა გაგებითაა სახელმძღვანელო, აი ნახეთ, ისე ის ძველი მამები მე-4-მე-5 საუკუნე ასეთ რამეს გვეუბნებიან, ზოგჯერ ადამიანი ამბობს, რომ მეო ღმერთი გამომეცხადა, ან ვიღაცა წმინდანი გამომეცხადა, ან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამომეცხადა. და ამას ისე ამბობს, რომ აი იმაზე უფრო ლაღს და როგორ გითხრათ ახლა რაღაც სასიამოვნო მდგომარეობაში ყოფ ადამიანს ვერ ნახავ და ტყუილია, ასეთი გამოცხადებები არ არსებობს. თუ ადამიანს ჭეშმარიტად ღმერთი განეცხადება და ჩვენ ახლა ჭეშმარიტ გამოცხადებაზე ვსაუბრობთ და რა ყალბზე და ტყუილზე, ხო? ყველა შემთხვევაში ასეთი ადამიანი, რასაც განიცდის, ეს არის საკუთარი თავის უღირსება. როგორც თავის დროზე დიდმა მამამთავარმა აბრაამმა თქვა, რომ მტვერი და ნაცარი ვარ, არარაობა ვარ, არაფერი ვარ, ხო? აი ეს განცდა მიეცა მას. ესაია რას გვეუბნება? ბაგეუწმინდური კაცი ვარ. ანუ არა ვარ მე განსაკუთრებული უნარების თუ რაღაც განსაკუთრებული სიწმინდის მქონე ადამიანი, რომელსაც ღმერთი გამოეცხადა და თითქოს არაფერი რაღაც აი როგორც ადამიანები ვხდებით ერთმანეთს და ურთიერთობაში შევდივართ, აი ესეთი შედეგი მივიღეთ. არა, ეს არის ისეთი მდგომარეობა, ისეთი შემთხვევა, ხო? აი ამ გაგებით სახელმძღვანელო ამის თქმა მინდოდა, თუ ეს რელიგიურ ხალხს გჭირს ხოლმე რაღაცა, მე ზოგს რაღაც ცოტა წარმოდგენები მძლავრობს და რაღაც გამოცხადებები და გონია რომ იქ ღმერთი იხილა, ვიღაცა წმინდანი იხილა, აი ასეთი მძაფრი განცდები თუ არ ახლავს და საკუთარი უღირსების განცდა, ეს არის ტყუილი გამოცხადება, ტყუილი თეოფანია, ხო? აი ამიტომაც ესაია, რომელიც ჭეშმარიტად ღმერთს ხედავს, განიცდის იმას, რასაც რამ მდგომარეობაშიც ადამიანი იმყოფება და ადამიანი რამ მდგომარეობაში იმყოფება, მოდით კიდევ ერთ შედარება გავაკეთოთ. ღმერთმა ადამიანი ყოვლადი სიკეთით შექმნა, სრულყოფილი შექმნა. მაგრამ სანამ განიღმრთობოდა ადამიანი, ჩვენი პიროვმშობლები გულისხმებიან, ადამიანმა შესწოდა და რომ შესწოდა მდგომარეობა როგორ შეიცვალა, ყოვლადი სიკეთით შექმნილმა ადამიანმა საკუთარ თავში, აი ყველანაირი ბოროტება შემოიკრიბა და ამ ბოროტების მატარებელი შეიქმნა ყველა შემდგომი თაობა და ცალკე აღებული პიროვნება, ხო? ვერავინ ამას ვერ დაუსხლდება, ვერავინ ამას ვერ გაექცევა, დედის სიაღიდან გამოვიდა, დაიბადა და წმინდა ადამიანი, როგორც კი იზრდება და შემეცნების უნარი ემატება და არჩევანის წინაშე დგება, თოთობავს ეს არ აქვს, ხო? კი აქვს არჩევანი, მაგრამ მოქმედებაში მოყვანილი არჩევანი არ არის, რაღაც გარკვეული უნარების გამომუშავება სჭირდება, რომ მყარად გადაწყვეტილებები მიიღოს. პირველი ნაბიჯები ყოველი ადამიანისა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ იგულისხმება, გამოვაკლო ცალკე მოვლენა, ცალკე განსახილავი თემა, ხო? ყოველი ადამიანი ცოდვასთან არის თანაზიარი და ცოდვა იგივე ბოროტებაა, ხო? ასე რომ ყველა ადამიანი და კაცობრიობა სრულიად საკუთარ თავში ბოროტება შემოიკრებს და არც ესაია ამისგან თავისუფალი, არც ესაია გახლავთ დედის სიაღიდან წმინდა დაბადებული და შემდგომ ამ სიწმინდის შემნარჩუნებელი და გულწრფელად აღიარა საკუთარი მდგომარეობა, ბაგეუწმინდური კაცი ვარ, ანუ დაცემულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ვარ და იქვე განსაზღვრება ბაგეუწმინდურ ადამიანებს შორის ვცხოვრობ. ანუ კი არ განიკითხავს ერს, რომ ისინი ბაგეუწმინდურები, არა, რეალური სურათი აჩვენა. მე ასეთი ვარ, ეს ხალხიც ასეთია და ჩვენი მდგომარეობა ზიარია. და ნახეთ,
ესეც რაც ესაიამ გააკეთა ჩვენთვის ნიმუშია და რა გაგებითა ნიმუში ისევ ეკლესიის მაები უნდა მოუშველიო უკვე სხვა კუთხით. ჩვენ ზოგჯერ ასეთი რამე გვემართება, აი ისევ ეს რელიგიური მომენტები, ხო? ადამიანი ეკლესიაში სიარულს დაიწყებს, იქ მარხვა დაიწყო, თქვათ, აღსარების საიდუმლოში მონაწილეობს, ეზიარება და შეიძლება საკუთარ თავზე წარმოდგენა შეექმნას, რომ ის სხვანაირია და სხვები სხვანაირები არიან. ის კარგია, განსაკუთრებულია და სხვები ისეთები ვერ არიან და აი უკვე როგორ ხდება, იცით, აი თითქოს და შუა კედელი ამოშენდება მასსა და სხვებს შორის. აი ეს არ ხდება სულიერ ცხოვრებაში, რეალურ სულიერ ცხოვრებაში. ანუ ასეთი ადამიანი, ვინც ამ გზაზე დგას, სწორად დგას ამ გზაზე, საზოგადოებისაგან საკუთარ თავს ცალკე არ აყენებს და რატომ არ აყენებს თავის საკუთარ თავს, იცით? ისიც ისეთივე ადამიანია, როგორც ნებისმიერი სხვა. ისიც იმ ბუნების მატარებელია, რა ბუნების ფლობელი არის ნებისმიერი სხვა ადამიანი და აი შენ და მე ერთნი ვართ. მართალია შეიძლება ვიღაცა რაღაცა მძიმე ცოდვას აღასრულებს და მეორე ამას არ აკეთებს, მაგრამ მაინც ადამიანები ვარ. შეიძლება ისევ ამ მაგალითს მოვიდა, მე მძიმე ცოდვას დღეს არ აღვასრულებ, თუმცა არ არის გამორიცხული, ხვალ ისეთ ვითარებაში აღმოჩნდა, ისეთ რეალობის წინაშე დავდგე, რომ იმას გადავასრულო, უფრო დიდი შეცოდება აღვასრულო და აი ეს გამიჯნულობა ადამიანებს შორის. აი ამ ცხოვრებაში, რასაც წმინდა წერილის მიხედვით თუ საეკლესიო ცხოვრების წესი ხდება, არ ხდება, ყველანი ჩვენ ერთნი ვართ. და თუ აუცილებლობა და საჭიროება აი ამ ერთობიდან გამომდინარე ჩვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით ჩვენს გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებ და მე შენზე უკეთესი არა ვარ მე შენზე აღმატებული აი სადაც შენ ახარ იქა ვარ მე და ხშირ შემთხვევაში გისწრებ კიდევაც იმ სუჩი თუ ბოროტებაში და აი ეს აი ამას აკეთებს და ნახეთ ხო შეძლო სხვანაირად გაეკეთებინა მე ღმერთი გამომეცხადა და ეს ხალხი ვინ არის გარშემო ვინც არიან ესენი არაფერს არ წარმოადგენენ ამათ ეცხადება ღმერთი მე განსაკუთრებული ვარ აბა რატო გამომეცხადა ამათზე უკეთესი თუ არა ვარ ხო არ შვება ამას აი ბაგე უწმინდური ვარ მე ბაგე უწმინდური არიან ისინი ანუ კავშირი არ წყდება ადამიანებთან კავშირის გაწყვეტა ნიშნავს რომ უკვე ადამიანი სხვა გზაზე დგას არასწორ გზაზე დგას ადამიანებთან კავშირის გაწყვეტა არ შეიძლება და რატომ ისევ და ისევ კიდევ ერთი ნიმუში მოვიტანოთ ადამიანებთან თუ ჩვენ კავშირი გავწყვიტეთ ჩვენ ვერც საკუთარ თავს ვერ შევიმეცნებთ და თუ საკუთარი თავი ვერ შევიმეცნებთ დასრულდება ჩვენი განვითარება აი ამ სულიერ გზაზე ხო მარტო დარჩენილი ადამიანი ყველა შემთხვევაში ცოდვაა და ის ვერ განვითარდება სწორი მიმართულებით და ღვთისგან განსწავლულმა და დიდი გზა გავლილი დიდი გზის გამულელმა წინასწარმეტყველმა ეს ძალიან კარგად იცის და აი ამ გზაზე წარმატებულმა აი როგორც კი ღმერთი იხილა ეს გამოცხადება მიიღო რასაც განიცდი და გულწრფელად ის თქვა რომ თვითონ ამ მდგომარეობაშია და ერიც ამ მდგომარეობაშია და ნახეთ რა მოხდა როგორც კი აღიარა საკუთარი მდგომარეობა ეს სიტყვები წარმოთქვა თუ არა ერთ-ერთი სერაფიმი ჩვენ ვთქვით რომ რამდენიმე სერაფიმია საკურთხევლის უბრალოდ ქერუბიმთა გარშემო რომ და ამ ქერუბიმ ბოდიში საყდართა გარშემო და საყდარზე უზენაესია დავანებული ერთ-ერთი სერაფიმი მივიდა საღვთო საკურთხეველთან ანუ საყდართან ერთად იქვე საკურთხეველიც არის აი ხლა ახალი დეტალი შემოგვემატა რაც მანამდე აღწერილობაში არ ყოფილა სადაც უზენაესია იქვე საკურთხეველი აი ამ საკურთხეველიდან ერთი ნაკვერჩხალი აიღო მარწუხით სერაფიმმა გაემართა ესაიასკენ მივიდა წინასწარმეტყველთან და შეეხო ბაგეებზე ესაიას ნაკვერჩხალი კიც რა არის ხო გახურებული მუგუზალი ცეცხლის და ხის ბუნების ურთიერთ კავშირის შედეგად მიღებული მოცემულობა და როგორც კი შეეხო ესაიას ბაგეებზე აი ამ ნაკვერჩხლით ასეთი სიტყვები თქვა ჩვენთვის ნაცნობი აჰა ესე რომ შეეხო ბაგეთა შენთა უშჯულოებათა შენთა განსმეც და ცოდვათა შენთა მოგიტევებს ანუ ესაია წინასწარმეტყველი განიწმინდა ესაია წინასწარმეტყველს საღვთო სიტყვა მიეცა და ესეც მნიშვნელოვანი მომენტია და რატომ არის იცით ძალიან საგულისხმო ეპიზოდი შეიძლება მე რაღაცები ვიცოდე რაღაცები წაკითხული მქონდეს მაგრამ როდესაც საღვთო სიტყვის ქადაგება ევალება ადამიანს და საზოგადოებასთან მიტანა ამ სიტყვისა აი ამას სულიერი გამოცდილება სჭირდება რა გაგებით ახლა მაინც ზოგადი ვთქვი და ჯერჯერობით ალბათ გაუგებარია შეიძლება ვიღაცას ისეთი რაღაცა უთხრა რაც არ არის სათქმელი ამ დროს რაღაც წაკითხული გაქვს თეორია იცი მაგრამ აი იმ ადამიანს ამის თქმა არ სჭირდება ხო რაღაცა შეიძლება გასაჭირშია განსასწრებელშია და შემხილება დაიწყო და საერთოდ აღარაფერი აღარ დატოვო იმ პიროვნებისგან ხო თვითმკვლელობაზე აფიქრებინო აი ამიტომაც ასეთ ადამიანებს აი ღვთისგან განსწავლული წინასწარმეტყველები ჩვენ ამ პიროვნებებზე ვლაპარაკობთ ხო ეძლევათ მადმოსილება იმისა რომ ურთიერთობაში როცა შედიან საზოგადოებასთან საზოგადოების მდგომარეობა ან ცალკე აღებული ადამიანი მარტო ბევრთან ერთად ხوار ვიღაცებთან ცალკე ურთიერთობა ვიღაცებთან ბევრთან ერთად აი ადამიანის თუ საზოგადოების თუ ერის მდგომარეობა შეიმეცნოთ რა მდგომარეობაში იმყოფება ეს ხალხი და აი ამ საჭიროების მიხედვით რაც სათქმელია ის უთხრან თუ სამხილებელია ამხილონ თუ ნუგეშია საცემი ანუგეშონ და ამას სჭირდება სულიერი გამოცდილება ამის თქმა მინდოდა და ესაიასა ეს აღესრულება ღვთის სიტყვა ეძლევა მას როდის უთხრას რამდენი უთხრას ვის უთხრას როგორ უთხრას აი ამ ცოდნას იღებს მანამდე მას ეს არ აქვს
მანამდე კი ბატონო იცის რაღაცებზე უფიქრია, უმსჯელია, მაგრამ უნარი რომ მოძღვარი გაუხდეს საკუთარ ერს, საკუთარ ხალხს, ამ შესაძლებლობებს ის თავის თავში არ ფლობს, ხო? დამოუკიდებლად ვიღაცამ ეს თუ დაიწყო 1000 შეცდომას დაუშვებს აი ამ პროცესში. ამიტომაც წინასწარმეტყველი ერთი მხრივ განიწმინდება, მოდი ყველა ეპიზოდი შემოვიტანოთ, ხო? და სჭირდება მას განწმენდა, თავის დაცემულობა და თავისი უწმინდურობა, ეს ტერმინი გამოიყენა, თვითონვე აღიარა და მეორე მხრივ მას ღვთის სიტყვის ცოდნა უნდა მიეცეს, საღვთო მოძღვრების, იდუმალების ცოდნა უნდა მიეცეს და აი ამას აკეთებს სერაფიმი, რომელიც ბაგებზე ეხება აი ამ გახურებული ნაკვერცხლით. და ნახეთ ოქროპირის ერთი განმარტება, რომელიც არ გამოუტოვოდა იმდენად საგულისხმოა, რომ არ შეიძლება გვერდზე დავტოვოთ ეს ეგზეგეტიკა, ასეთ რამეს გვეუბნება. აი ეს არის რიგითობა სწორი. ყველა ეპოქაში მოქმედებაში მოყვანილი არა აქვს ნიშნულობა, რომელ საუკუნეში ვცხოვრობ. როდის განიწმინდება ადამიანი, როდის ეძლევა ცოდვათა შენდობა და შინაგანი მხურვალება. მაშინ, როდესაც საკუთარ ბოროტებას აღიარებს, საკუთარ დაცემულობას. თუ ადამიანში აღიარება არ მოხდა და ნახეთ რიგითობა კიდევ გავიმეორებ, რა თქვა ესაიამ, ბაგე უწმინდური კაცი ვარ და როგორც კი ეს თქვა, ამას მოუყვა უკვე განწმენდა სერაფიმის მხრიდან. თუ ადამიანი ამას არ იტყვის, ანუ გულწრფელად არ აღიარებს საკუთარ მდგომარეობას, სერაფიმი არ მივა პირობით, რაღაც ჩვენთან სერაფიმი არ მოდის, მაგრამ ამაშიც რაღაც სიმბოლიკაა დანახული და ამაზეც ვილაპარაკეთ. და ბაგებზე არ შეგვგეხება გახურებული ნაკვერცხლით, მაგრამ თუ ადამიანმა აღიარება მოახდინა საკუთარი მდგომარეობისა, აი მე უკვე იწყება ადამიანის განწმენდა. ანუ ურთიერთობა ღმერთსა და პიროვნებას შორის და აი ეს რიგითობა მხოლოდ ესაიასთვის განკუთვნილი რიგითობა არ არის, ყველა ეპოქაში, ყველა ადამიანისთვის და ეკლესიის წიაღში დადგენილი რიგითობა. ეხლა რას ნიშნავს? მოდი ამასაც ეს სიმბოლიკა. ჩვენ ვიცით რომ წმინდა წერილი ხშირად ისტორიაში და ხშირად არა, მე მგონი ყოველთვის სიმბოლოს დაიტევს. სერაფიმი, რომელსაც ხელში ნაკვერცხალი უკავია და ეს ნაკვერცხალი ხელში არა, ბოდიში მარწუხით და ეხება წინასწარმეტყველ ესაიას ბაგეებზე. ნაკვერცხალი წმინდა კირილე ალექსანდრიელი უნდა გავიხსენოთ, საკუთარ თავში ორ ბუნებას აერთიანებს. ეს ბუნებები რა არის? აი წეგან ვახსენე კიდევაც, ცეცხლი და ხის ბუნება, ხო? და ვინ არის ორბუნებოვანი, რომელიც ადამიანის ბაგეებს ეხება და არა მხოლოდ ადამიანში შემოდის და იმკვიდრებს და განწმენდას ახდენს პიროვნებისა. ახალი აღთქმის ეკლესიაში ძველ აღთქმაში ეგ საიდუმლო არ მოქმედებდა. ეს არის მაცხოვარი, ეს არის ზიარების საიდუმლო. აი ეს მოქმედება ესაიას თავს აღსრულებული არის ზიარების საიდუმლოს წინასახე. ბევრი წინასახე გვაქვს საეკლესიო საიდუმლოებებისა ძველ აღთქმაში და აი ზიარების საიდუმლოს ერთ-ერთი წინასახე არის ეს ეპიზოდი, რაზეც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ. და აი ისევ ბიბლიურ ტექსტს დაუბრუნდეთ, როგორც კი განიწმინდა ესაია, ანუ უკვე მისი მდგომარეობა შეიცვალა, უკვე ღვთისგან მოწოდებული და დადგენილი წინასწარმეტყველია და მოძღვარია საკუთარი ხალხისა, თუმცა არა მხოლოდ კაცობრიობისა, მარტო რჩეულიერის წიაღით არ შემოიფარგლება ესაიას მოძღვრობა. ჩვენ აგერ ქართველები ვართ 21 საუკუნეა და მის წიგნს ვკითხულობ და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში განვიხილავთ ამ მოძღვრებებს და სწავლებებს, ხო? ამ გაგებით კაცობრიობის მოძღვარია. და ერთი მაგალითი გამახსენდა, ესაიასთან ეს არ არის, იერემიასთან წერია და მე რა რომ იერემიასთან ყველაზე განირწობა, იერემიას ასეთ რამეს ეუბნება ღმერთი, სანამ დედის წიაღში ჩაისახებოდი, გიცნობდი, სანამ დედის წიაღიდან გამოხვიდოდი, წარმართა წინასწარმეტყველად დაგადგინე. ანუ რჩეულიერისა არა, წარმართა ყველას წინასწარმეტყველად დაგადგინე. მეორე რედაქციაში გვაქვს ხალხების წინასწარმეტყველად დაგადგინე. ანუ წინასწარმეტყველი არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ერთი ერის წინასწარმეტყველია. ყველას წინასწარმეტყველია, ყველა ეპოქა და საუკუნეს გარემოცულია მისგან, მისი სწავლებებისგან და მისი მოძღვრებებისგან. ეხლა ისე უკან დავბრუნდეთ, ესაია განიწმინდა და მას უკვე შეუძლია ატაროს ის მადლმოსილება, ის ტვირთი მეორე მხრივ, რასაც მოძღვრობა ეწოდება, რასაც საკუთარ ერთან ურთიერთობა და ეგ არ არის მარტივი საქმე, ხო? აი ცოტა ისეთი ყოფითი ამბებით შემოვიტანოთ, ერის განსწავლა და ერის დამოძღვრა კი არა. ადამიანები ვარ, ჩვეულებრივი რიგითი ადამიანები. და რამდენი ხალხი, აი ოჯახში რამდენი კაცი ცხოვრობს? 3, 4, 5, 6, ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები. იქ ჭირს ხოლმე რაღაცა გააგებინო მეორეს, ან იმან შენ გაგაგებინოს, რაღაცა უსიამოვნებები იწყება, ერთ-ერთი უნდა, მეორეს მეორე უნდა და წარმოიდგინეთ ახლა შენ მარტო ერთ ოჯახზე კი არა ხარ პასუხისმგებელი და 5 კაცთან და 3 კაცთან და 4 კაცთან კი არ უნდა მიხვიდე. რამდენიმე მილიონ ადამიანთან გიწევს მისვლა. და ამ რამდენიმე მილიონ ადამიანს ერთს თავისი შეხედულება აქვს, მეორეს თავისი შეხედულება, იმას ის უნდა, ამას ეს უნდა, ვიღაცას ეს წარმოდგენა აქვს, ვიღაცას ის წარმოდგენა აქვს. მიდი ახლა შენ და ამათ გააგებინე როგორ არის და რა არის, ხო? ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევენ და ასეც მოხდა, იმ გაგებით მოხდა ასე რომ როგორ დასრულდა ესაიას ცხოვრება და ვიღაცები კი არ მოეპყნენ ასე საკუთარი სისხლი და ხორცი, საკუთარი ეს რჩეული ერი, იშვილები, რომლებთანაც მას ყოველდღიური შეხება ჰქონდა, ჩაქოლეს წინასწარმეტყველი. აი როგორ დასრულდა მოღვაწეობა საკუთარი ერის წიაღში. როგორ დაასრულა იერემია მოღვაწეობა, ჩაქოლეს წინასწარმეტყველი იერემია, ხო? როგორ დასრულდა ეზეკიელის მოღვაწეობა, წინასწარმეტყველი, ჩაქოლეს წინასწარმეტყველი ეზეკიელი და აი ნახეთ ისევ იქ მივდივარ.
არ არის მარტივი საქმე. ეს არის ურთულესი რაღაცა, ისევ ამბობ, ოჯახში ჭირს ზოგჯერ რაღაც დაალაგდეს სიტუაცია და იქ რაღაცა მიმართულებები გამოიკვეთოს და მით უმეტეს ერის წინამძღოლობა და საზოგადოების წინამძღოლობა ეს ურთულესი თემაა. და მოდი კიდევ ერთი მაგალითი შემოვიტანოთ, რატომ გაურბოდნენ აი ეს დიდი მოღვაწეები, ღმერთი რომ მოსეს ეცხადება, ღმერთი იერემიას ეცხადება, ხო, ბევრი გამოცხადება, რატომ ამბობენ პირველი მათი პასუხი რა არის? არა, ვიღაცა სხვა მოძებნე, ვამარტივებ და პასუხებს იქნებ ვიღაცა სხვა ნახო. იქნებ მე არა. იქნებ აი ვიღაცა კიდე იქნება, ხო, ვისაც ეს შეუძლია. აი ეს შეიძლება ბევრნაირად განიმარტოს, ერთ-ერთი განმარტება ესაა. ეს არის ხო გონიერი ხალხი, ბრძენი ხალხი. მათ აი კარგად იციან, რაზე ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, რომ ჯერ ორ ადამიანში ჭირს საერთო ენის მოძებნა და მით უმეტეს ამხელა პასუხისგებლობა და ასე ამდენად გაუკუღმართებულ ადამიანთან ასე ყოველდღიური კავშირი და ყოველდღიურად რაღაც გარკვეულ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი, იქიდან როგორ რეაქციას გამოიწვევს და თქვით უკვე როგორ რეაქციას გამოიწვევს, ეს არ არის მარტივი საქმე, ხო? ადამიანს საკუთარი ცხოვრება არ უნდა ქონდეს, დღე არ უნდა ქონდეს, ღამე არ უნდა ქონდეს, დასვენება არ უნდა იცოდეს რა არის და მთელი ცხოვრება სხვას უნდა მიუძღვნას და ეს არის ურთულესი. ანუ შენს პიროვნებას ესა ხაზი უნდა იყოს გადასმული, შენ ოჯახზე ხაზი უნდა იყოს და სხვების მსახური უნდა გახდე. ყველასი, ვისთანაც შეხება გაქვს თუ არა გაქვს შეხება და აი ამისთვის ამზადებს ღმერთი წინასწარმეტყველს. თუ ადამიანს ეს უნარი არ მიეცა, ამას ჩვენ დედის წიაღიდან ჩვენი არ ვფლობთ, ვერ ვფლობთ, ხო? ჩვენ ეს არ შეგვიძლია. მაგრამ აი ვისაც მიეცა და მიეცა ამ განსაკუთრებულ მოღვაწეებს, დიდ მოძღვრებს, იმათ თავიანთი ცხოვრები დაამოწმეს, რომ თურმე ღმერთთან ერთობით სახტო მადლის მოქმედების შედეგად შესაძლებელი ყოფილა. ამ გზას გადის წინასწარმეტყველი ესაია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა. და მოდით ცოტა ხანი, კიდე ცოტა ხანი რო არ გადაგყალოთ ძალიან, აი 5 წუთის ფარგლებში და დავასრულოთ, რადგან ესაია უკვე წინასწარმეტყველად დადგინდა და ღმერთმა ის მოამზადა ამ დიდი საქმისთვის, გაისმა შეკითხვა. ღმერთი ეკითხება წინასწარმეტყველს, ვინ წარგზავნო და ვინ წავა ჩვენთვის? ებრაულ ტექსტში ასეა. ბერძნულში არის ქართულად თარგმნი, ბუნებრივია. ვინ წარგზავნო და ვინ წავა ამ ერთთან? ანუ მეორე ნაწილი იცვლება ებრაულსა და ბერძნულში. ებრაულშია ვინ წარგზავნო და ვინ წავა ჩვენთვის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნაცვალსახელი მრავლობითია ჩვენთვის, ხო? ბერძნულში არის ვინ წარგზავნო და ვინ წავა ამ ერთთან. ამ ერთში რჩეულიერი მოიაზრება. და ნახეთ, ნეტარი იერონიმე, რომელიც ერთ-ერთი განსაკუთრებული განმარტებელია, იმ გაგებით განსაკუთრებული, რომ მხოლოდ ბერძნული ტექსტით არ შემოიფარგლება, იმიტომ რომ იცის ებრაული ენაც, იმიტომ რომ ბევრმა მოძღვარმა აი ბერძენი მამები ვინც არიან, იმათ ებრაული ენა არ იცოდნენ და ძირითადად ხაზგასმა აკეთებოდა სეპტუაგინტაზე, ანუ ბერძნულ ტექსტზე და იმას განმარტავდნენ და იერონიმე, როდესაც წმინდა წერილს სწავლობს, ან განმარტავს, წინ უდევს სამენოვანი ტექსტი, ერთი მხრივ ებრაული, მეორე მხრივ ლათინური, მესამე მხრივ ბერძნული და ყველა წინადადებას, ყველა ტერმინს ერთმანეთს ადარებს. როცა ესაიას წინასწარმეტყველებას კითხულობდა, ეს ტექსტები წინ აქვს და შეადარა ერთმანეთს და გითხარით განსხვავება რა არის. ეს მომენტი უყურადღებოდ არ დატოვა და ასეთი განმარტება დაურთო. ებრაული ტექსტიო საგანგებოდ დაიტევს თავის თავში უწყებას იმის შესახებ, თუ როგორია უზენაესი ღმერთი. ბერძნულში ეს არ ასახულა, ხო? შედარება უკვე გავაკეთე. და საჩანს კონკრეტულად ვინ წარგზავნო და ვინ წავა ჩვენთვის, ანუ ღმერთი სვამს ამ შეკითხვას და თან ახლა მოდით კიდევ ერთხელ გავაცოცხლოთ ეს წინადადება, ვინ წარგზავნო მხოლობითი რიცხვია და ვინ წავა ჩვენთვის მრავლობითი რიცხვია. ანუ მხოლობითი და მრავლობითი ენაცვლება, ან ერთმთლიანადაა წარმოდგენილი ამ წინადადებაში. და რა საიდუმლოს გვიცხადებს მხოლობითობა და მრავლობითობა. მოდით ის იერონიმესეული განმარტება მოიშველიოთ, რომ ღმერთი ერთია, ერთბუნებოვანი, მაგრამ რამდენ ჰიპოსტაში განცხადებული, სამპიროვანი, მამაში, ძესა და სულიწმინდაში წარმოჩენილი, როგორც ეს უკვე ვახსენეთ. ზევიდა, აი ეს იდუმალება ებრაულ ტექსტში, რაც ყველა საინტერესო, ებრაულ ტექსტში ეს მონაცემი დაცული, რომ არ არის ერთპიროვანი, ჩვენთვის თუ ვიტყვით, მე მარტო არ ვიქნები, მე მარტო თუ არ, მაშინ ჩემთვის არის. სწორი გამოყენება ნაცვალსახელისა და ჩვენთვის ნიშნავს, რომ ერთზე მეტია და აი ერთზე მეტობა უკვე ღვთის პიროვნულობის სიმრავლეს, ჩვენ უკვე დოგმატური მოძღვრება გვაქვს, მის სამპიროვნულობას გვიდასტურებს. მოისმინა ესაია მე შეკითხვა. და ნახეთ, ოქროპირის განმარტება უნდა მოუშველიოთ, ორი შეკითხვაა დასმული. ვინ წარგზავნო? ერთი შეკითხვა და მეორე, ვინ წავა ჩვენთვის, ან ამ ერთთან, ამ ხალხთან, ხო? ორივე რედაქცია მოვიტანეთ ტექსტისა, ორივე ენოვანი ტექსტი. აი, ჩვენ თუ ორ შეკითხვას დაგვისვამს ვინმე, რამდენი პასუხი უნდა გავცეთ? დამეხმარეთ ერთი სიტყვით, ორ შეკითხვაზე რამდენი პასუხი გაიცემა? ერთი პასუხი თუ ორი პასუხი? წესით ლოგიკა როგორია? ორ შეკითხვაზე ორი პასუხია, სამ შეკითხვაზე სამი პასუხია, ერთ შეკითხვაზე ერთი პასუხია. ესაიას ღმერთი ორ შეკითხვას უსვამს, ოქროპირის განმარტებას ვიშველი და ესაია ორი პასუხის მაგევრად ერთ პასუხს ემს. და როგორია ეს პასუხი? მე წარმგზავნე უფალო. არადა უნდა ეთქვა ესაიას, მე წარმგზავნე და მე წავალ. იმიტომ რომ ნახეთ კიდევ ერთხელ რამდენჯერმე ვინ წარმგზავნო და ვინ წავა. სწორი პასუხი იქნებოდა მე წარმგზავნე და მე წავა. მე წავალ არ თქვა, მე წარმგზავნე. აი ეს პასუხი ესაიასი
გვიჩვენებს მის სიბრძნეს, როგორც განმარტავს დიდი კონსტანტინოპოლელი მღვდელმთავარი. და რა გაგებით გვიჩვენებს სიბრძნეს? მას რომ ეთქვაო, მე წარმგზავნე და მე წავალ, აი საგანგებოდ ბოლო ნაწილზე გავამახვილოთ ყურადღება, მე წავალ. ეს იქნებოდა დიდი კადნიერება. და რატომ იცით? დიდი კადნიერება იმ გაგებით, ახლა უნდა ცოტა გავშალოთ თემა, ხო? ცოტა ისეთი ფრაზა ვთქვი, გაუგებარია ჯერჯერობით. ადამიანს თავი თვისით საღვთო საქმის კეთება არ შეუძლია. და კეთილი საქმის კეთება არ შეუძლია, ხო? საიდან ვიცით ეს მოძღვრება და სწავლება? შეიძლება ვიღაცამ თქვას, მე შემიძლია, ხო? ეგრე არ არის საქმე. ეს ვიცით სახარებიდან, მაცხوارი გვეუბნება. თვინიერ ჩემსა არც ერთი რაი ძალგიც. ანუ საღვთო საქმის კეთება ღვთის შეწევნის გარეშე ადამიანს არ შეუძლია. რაღაცას კი გავაკეთებ ჩვენ, მაგრამ ის რაღაცა საქმე შეიძლება ჩვენ კარგს ვეძახით, ამასთან ვიღაცა კარგს ეძახის, მაგრამ კარგი სულაც არ იყოს. ნახეთ, ისეთი რამე ვთქვი, რომ შეიძლება ვიღაცა შემომეკამათოს, როგორ კარგი საქმე თუ ქვია, კარგი რატო არ არის? იცით რატო არ არის? თუ ადამიანი ღმერთის გარეშე საქმეს აკეთებს, აი ამის გამოკვეთა მინდა. ასეთ შემთხვევაში ადამიანი ამ საქმეს აკეთებს, რა ხდება პიროვნებაში? გინდა არ გინდა ამას ვერ გაიქცევი. აი საკუთარი განსაკუთრებულობა, შეიძლება ეს თქვენ ასე ხმამაღლამი არ გითხრათ, ხმამაღლა ეს არ დაგანახოთ, მაგრამ ჩემს გონებაში, ჩემს სულიერ სამყაროში ეს პროცესი მიდის. მე რაღაც ერთი განსაკუთრებული ვარ. მე კაი საქმეს ვაკეთებ. კიდე გავაკეთე რაღაცა და საკუთარ ღირსებებში წარვემატები, საკუთარ ამპარტავნებაში ვიზრდები და აი ეს უკვე კარგი საქმე არ არის. როდესაც ადამიანი ამპარტავნებით საქმეს აკეთებს, ეს არ არის ღვთიუკურთხეული საქმე, ეს არ არის სიმდაბლით გაკეთებული საქმე, ხო? და ვინც აიმაღლებს თავს, ანუ ვინც გაამპარტავნდება, რას გვეუბნება წმინდა წერილი? ის შეიმუსრება, ის დამდაბლდება, კი ბატონო. აი ამას ამბობს მაცხوارი, თვინიერ ჩემს არც არავის ძალუც კეთილი საქმის კეთება, ანუ თუ ადამიანს ღმერთთან წილნაყარობა არ აქვს, მისგან გაკეთებული ეგრეთ წოდებული ცალკე აღებული კეთილი საქმე, კარგი საქმე, მაინც პიროვნებაში ამპარტავნებას, როგორც მდგომარეობას ისე შექმნის და ეგ საქმე, კარგი საქმე არ იქნება. შეიძლება ერთხელ კარგი დაერქვას, ორჯერ კარგი დაერქვას, მესამედ კარგი დაერქვას და სადღაცას ეს კარგი აუცილებლად სუჩი გადავა, ხო? იმიტომ რომ ამპარტავნებით ნაკეთების საქმეა და აი ამიტომაც უკან დავბრუნდეთ ისევ, ესაია, რომელიც საღვთო სიბრძნით განსწავლულია, იმ ნაწილს, რომელიც ღმერთზეა დამოკიდებული, მეწავალ ხო, საწავალ მე. თუ მადლი არ მომეცა და ღმერთმა თავისი თანადგომა როგორ სხვანაირად ვიტყვი, ღმერთმა არ მომიმართა ხელი, მე ვერსად ვერ წავალ, ვერაფერს ვერ გავაკეთებ, ეს უპასუხოდ დატოვა, მაგრამ შეკითხვაზე პასუხი გასცა, მე წარმგზავნე. ანუ შენი სურვილი თუ იქნება, მე მზად ვარ, მაგრამ შენი მადლი თუ დამეხმარება, აი მე უკვე საღვთო საქმის გაკეთება შეიძლება. და მოდით, აი ბოლომდე მივიყვანოთ, ბევრი არჩება, როდესაც მოისმინა ეს პასუხი, ესე იგი უზენაესმა ღმერთმა, დიალოგის რეჟიმია. ესაიას უთხრა ასეთი რა, ხო, ტექსტ დაუბრუნდეთ ისევ, მე წარმგზავნე, ესაიას ეს სიტყვებს ამბობს. და ღმერთი ასეთ რამეს ეუბნება წინასწარმეტყველს, რომ შენ წადი ამ ერთთან, უქადაგემად ურთიერთობაში შედი მათ, ოღონდ იცოდე, შენსას არ მოისმენენ, შენსას არ დაიჯერებენ. და შენსას რომ არ დაიჯერებენ და არ მოისმენენ, ეს შენი კი არ იქნება, ჩემსას არ მოისმენენ და არ დაიჯერებენ. ანუ ესაია რასაც ამბობს საღვთოა და ვინც ესაიას არ უსმენს და არ უჯერებს, საღვთოს არ უსმენს და არ უჯერებს, ხო? ისევე როგორც პარალელი გამახსენდა ერთი, ფარაონთან მივიდა მოსე და მოსე ფარაონს ელაპარაკება და ფარაონი უპირისპირდება მოსეს და რა ემართება ფარაონს მოსეს როცა უპირისპირდება? მდგომარეობა მისი როგორია? სასტიკდება, საკუთარ გულს ისასტიკებს, მაგრამ წმინდა წერილი რას გვეუბნება ამ ეპიზოდზე? ღმერთმა გაუსასტიკა ფარაონს გული. ანუ რას ნიშნავს პირდაპირ თუ წავიკითხეთ და გავიგეთ, თურმე ღმერთი ძალმომრევს ფარაონზე? არა. ფარაონი ღვთისას არ ისმენს და ამ ღვთისას მოსე ახმოვანებს და ამ დაპირისპირების პროცესში თვითონ საკუთარი არჩევანი თავის თავს ისასტიკებს და ყველა ჯერზე, ხო, რამდენჯერაც მივიდა მოსე, იმდენჯერ დაუპირისპირდა. შემდგომი გასასტიკება წინარეზე აღმატებულია, კიდე შემდგომი კიდე წინარეზე აღმატებულია და აი ამ პროცესს, ამ მოქმედებას წმინდა წერილმა რა უწოდა? ღმერთი უსასტიკებს ფარაონს გულს, თუმცა არა ძალმომრეობითად, აი შეუსმენლობით ამ კაცისა და მისი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე. აი ეს ემართება ძველი ახლის რჩეულერს. ამას აუწყებს წინასწარმეტყველ ესაიას ღმერთი, რომ ნახეთ, ესაია მაინც ადამიანი, ის ყოვლისმცოდნე ხო არ არის? მან ერის მდგომარეობა ჯერჯერობით ასე სრულყოფილა და ბოლომდე არ იცის და როგორც გვეუბნება წმინდა იოანე ოქრობირი, ეგონა აი როცა მივიდოდა და ამ გამოცხადების შესახებ დაელაპარაკებოდა, ღმერთის დიდებულების თაობაზე მოუთხრობდა, ეს ხალხი ადვილად და მარტივად მოусმენდა მას, ყურს დაუგდებდა და გამოყვებოდა ამ გზაზე. და ნახეთ, ვიღაცას რომ გზა გაუვლია, ჩვენ არ ვიცით მაგალითად ის გზა, ხო ადვილია მას გავყვეთ. იმიტომ რომ ჩვენ რო გაგვიშვან მარტო არ ვიცით მისასვლელი და დავიკარგებით 1000 ჯერ და იმ პიროვნებამ იცის ეს გზა და აი ვისაც გაუვლია, იმას თუ გავყევით, ადვილად მივალ დანიშნულების ადგილამდე და ესაიამ ეს გზა გაიარა და იმედი ჰქონდა იმისა, რომ მას ხალხი გამოყვებოდა საზოგადოება. იმიტომ რომ ამ საზოგადოებისთვის სიკეთე უნდა მოეტანა მას, მაგრამ მდგომარეობა საზოგადოებისა სხვანაირია და აი ამას აუწყებს მოღვაწეობის დასაწყისშივე უზენაეს, რომ
არ მოგისმენენ, არ დაგიჯერებენ. აი ეს იცოდე. და შედრწმუნებულმა იკითხა მაშინ, აი უკვე დასასრულისკენ უნდა წავიდეთ, გადაგღალეთ. მე მგონი, ასეთ სიტყვები თქვა, როდემდე სუფალო, ანუ ეს ურჩობა და უკეთურება როდემდე გაგრძელდება. ვამოკლებ მაქსიმალურად მე-6000-ზე რომ წერტილი დავსვათ და პასუხი ასეთი იყო, მანამ სანამ ცეცხლით და מחვილით არ შეიმუსრებია. თუმცა დარჩება მე-10. და ეს მე-10-იც ასევე ცეცხლით და מחვილით შეიმუსრება. და ამით სრულდება მე-6. რას ნიშნავს, როგორ განიმარტება ცეცხლით და מחვილით შემოსვა, ჯერ პირველი ნაწილისა მე-10 რომ რჩება და მეორე მე-10-ისაც. ისევ ეკლესიის მამები უნდა მოვიშველიოთ და აი 2-3 წინადადება გრჩება 2-3 წუთის მაქსიმუმ ფარგლებში. ეს ნიშნავს იმას, რომ დადგება დრო, როდესაც 586 წელს ძველი წელთაღრიცხვისა ნაბუქოდონოსორი იუდეის სამეფოს მართლა ცეცხლით და מחვილით შემოსრავს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოგვიანებით პირველ საუკუნეში რომაელები ცეცხლით და מחვილით შემოსრავენ ძველი აღთქმის რჩეულებს სამწუხაროდ. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ და დიდი ტკივილია და იქ ხელა უბედურებები ტრიალდება, რომ ყველა შემთხვევაში ტრაგიკული ამბავია, ვინც არ უნდა ილაპარაკოს ამ თემაზე. და მე-10 დარჩება. და მე-10 დარჩება იგულისხმება, როდესაც ტიტენ და ვესპასიანემ 70 წელს გაილაშქრეს ებრაელთა წინააღმდეგ, დიდი ნაწილი ებრაელებისა დახოცეს, მაგრამ რაღაცა ნაწილი რაც ცოცხლად დარჩა, დატოვეს საცხოვრებლად. სამშობლოს გარეშე არ დაუტოვებიათ ისინი, იქვე დატოვეს, სადაც ებრაელები სახლობდნენ. აი მეორე საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც ადრიანე იმპერატორმა გაილაშქრა ესე იუდეის წინააღმდეგ, დედაბუდიანად ყველა აყარა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გადაასახლა და მეორე საუკუნის პირველი ნახევრიდან მოყოლებული ძველი აღთქმის რჩეულმა ერმა საკუთარი სახელმწიფო დაკარგა. და ესაიას წინასწარმეტყველების ეს ბოლო ნაწილი მე-10-მდე და მე-10-მდე შემოსვა და მე-10-ის შემოსვა აი ამ წინასწარმეტყველებას დაიტევს თავის თავში, როგორც ამას ეკლესიის მამები გვიცხადებენ. და ეს ხალხი უსამშობლოდ ცხოვრობდა ვიდრე მე-20 საუკუნემდე. მე-20 საუკუნის მეორე საუკუნის პირველ ნახევარში სახელმწიფო დაკარგეს, სამშობლო დაკარგეს და როდის აღადგინეს მე-20 საუკუნის 40-იან წლებში. აი ამდენი ხანი პოლიტიკურ რუკაზე მათი სახელმწიფო არ არსებობდა. და მე მოგვიანებით უკვე 19 საუკუნოვანი დავამრგვალო წყვეტის შედეგად პოლიტიკური რუკა გავიმეორებს ამ სიტყვას, ახალი სახელმწიფო ჩნდება ისრაელის სახით და თვითმყოფადობა შეინარჩუნეს მიუხედავად იმისა, რომ სოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იყვნენ გაფანტულები. აი ამის თაობაზეა დამასკვნებელ ნაწილში წინასწარმეტყველება ესაიას წინასწარმეტყველებაში საუბარი და მოდით დღეს ახლა წერტილი დავსვათ